ტელეეთერში ყველაზე ხშირად ნაციონალების რეკლამა გადის, ყველაზე მეტად კი ქართული ოცნება შუქდება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედია მონიტორინგის ანგარიშია ნათქვამი. ანგარიში 30 ივლისიდან 12 აგვისტომდე და 13 აგვისტოდან 25 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი უჩან ანუაშვილი აცხადებს, ანგარიში მოიცავს 6 ქართულ ტელეარხზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს. ანუაშვილის თქმით, ფარული რეკლამის ნიშნებს შეიცავს რეკლამა საზაფხულო სტუდენტური სამუშაოების, სამერძობის შესახებ, სადაც რეკლამის მონაწილეებს მაისურებზე ინგლისური ესი აწერიათ, რომელიც ნანუაშვილის განცხადებით ხუთს გავს. მისი თქმით, გაურკვეველია ზოგიერთი რეკლამის, მათ შორის მე მიყვარს თბილისი, რაჭა, ჩემი სიყვარული და სხვების სტატუსიც. ნანუაშვილის თქმით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ რეკლამების სტატუსის, დამკვეთისა და ეთერში გასვლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მოითხოვეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიიღიათ. ეს რეკლამა შეიცავს სწორედ ფარულ რეკლამას, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის რიგით ნომერს წარმოადგენს, თუმცა ივნისში უკვე მას სტატუსი შეეცვალა. ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა რამდენად საქართველოს სექსი მაუწყებელი იცავს შესაბამის კანონმდებლობას და უბრალოდ დადგინდა შემდეგი, რომ სამწუხაროდ არის სერიოზული პრობლემები, არის ტელეარხები, სადაც გადის სოციალური რეკლამები და გადის იმ სტატუსით, როდესაც რეალურად ეს რეკლამა არ წარმოადგენს სოციალურ. ამ პერიოდში უფრო მეტი წელი სარეკლამო ჭრებში დაიკავა პოლიტიკურ პარტიების პოლიტიკურმა რეკლამებმა. ჩანს, რომ ბალანსი დარღვეული არის ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.